ესტონეთმა გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ტალინის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსული მოიერიშე თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან მოუწოდა მოსკოვის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ტყუილებისგან და მაგალითად მოიყვანა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევების შემთხვევები, რამაც საომარი მოქმედებები გამოიწვია. სწორი განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. რადოსლავ სიკორსკიმ საბჭოს წევრებს მოუწოდა ნათლად თქვა, რომ მსგავსი პროვოკაციები მიუღებელია. რუსეთის წარმომადგენლის ტკიცებით კი კრემლის საერთაშორისო სამართლის სუპრემ დაცვით მოქმედებდა და არავის საჰაერო სივრცე არ დაარღვევა. We know you don't care for international law. ვიცით, რომ საერთოდ არ გადაგდეთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი მოიცავს ბატონობის დაუოკებელ წყურვილს, რომელიც არ ჩაცხება, ვიდრე არ გაიაზრებთ, რომ იმპერიების ეპოქა დასრულდა და რომ თქვენი იმპერია არასდროს არ აღდგება. ღმერთმა დალოცოს უკრაინის შეერებული ძალების გმირები. მათი თითოეული დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით ამ დღესთან გვაახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეცოპერაცია უკვე 10 წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. 1914 წელს მობილიზაციის გამოცხადებით თქვენ დააჩქარეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყება, რომლის გამოც ევროპაში სისხლი დაიყვარა. თქვენ კი ბოლშევიკურ რევოლუციამდე მიგიყვანათ. ჰიტლერ სტალინის პაქტის ხელმოწერით თქვენ ხელი შეუწყეთ ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას. ცენტრალური ევროპის გასაბჭოებით თქვენ მოახდინეთ ცივი ომის პროვოცირება. რუსეთის ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი მოწოდება მაქვს. ჩვენს საჰაერო სივრცეში ერთი რაკეტა ან თვითმფრინავის კითხვ შემოფრინდება, მიზანმიმართულად თუ შეცდომით, ხოლო მათი ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე ჩამოვაგდება, გთხოვთ, აქაც უწნოთ ნუ მოხმოთ. თქვენ გაგაფრთხილეს. And gets shot down and the wreckage falls on NATO territory. Please don't come here to whine about it. ფაქტი ადასტურებს იმას, რომ 19 სექტემბერს სამი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი გეგმიურად საჰაერო სივრცის საერთაშორისო წესრიგის მკაცრი დაცვით გადაფრინდა კარელიის ოლქიდან კალინინგრადის ოლქის ავიაბაზაზე. რუსულ თვითმფრინავებს არ გადაუხვევიათ შეთანხმებული მარშრუტიდან და არ დაურღვევიათ ესტონეთის საჰაერო სივრცე. მათი ფრენის ტრაექტორია მოიცავს ბალტიის ზღვის ნეიტრალურ ზონას, უინსლოუს კუნძულიდან 3 კილომეტრზე მეტის დაშორებით. ჩვენი მეზობლები ახლა ისე წარმოაჩენენ ყველაფერს, რომ რუსეთია დამნაშავე ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში. როგორც ყოველთვის, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა ტალინიდან მომავალი რუსოფობიური ისტერიისა. ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ ბრალდებებს. ყოველთვის ვისწრაფვით ფაქტებისკენ, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას გავიგოთ რა მოხდა სინამდვილეში. სამ წელიწადნახევარია მსოფლიო აკვირდება. როგორ მონაწილეობს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან და არაფრით პროვოცირებაში. ეს არის გაეროს წესდების ძირითადი დებულებების უგულებელყოფა. ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი მიისწრაფოდნენ რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად გაზარდა თავდასხმები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში 20-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ერთი დრონი გადაფრინდა რუმინეთის ტერიტორიის თავზე. ახლა კი კიდევ სამმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. საუკეთესო შემთხვევაში ეს ქმედებები სახიფათო და უგუნურია. უარეს შემთხვევაში კი ეს გაცნობიერებული მცდელობაა. საერთოს ევროპული უსაფრთხოება და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა. ისინი გზას უხდიან ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ სამხედრო წინააღმდეგობას. Violation is crystal clear. And Russia დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია. ამიტომ გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. ყარი მტკიცებულებები გვაქვს. რუსული თვითმფრინავები აღჭურვილი იყო რაკეტებით. ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში იყო.